თითქმის ყველაფერი ახალია, როდესაც ჩვენ ახალ სამსახურში მივდივართ და ეტაპობრივად უნდა ხდებოდეს ამ სიახლეების მიღება. ონბორდინგიც ის მიმართულება, სადაც ბევრ სასარგებლო და საინტერესო შედეგს უკვე ქმნის და შექმნის მომავალში ხელოვნური ინტელექტი. კიდევ უფრო მარტივად და მცირე დროში გაერკვევა თუ რა ორგანიზაციაში მოხდა, რა არის მისი სამუშაო სპეციფიკები და რა წესები უნდა დაიცვას. ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ზოგადად ძალიან მოითხოვს გუნდსა და გუნდებს შორის თანამშრომლობას, კომუნიკაციას და ერთ-ერთი მოთხოვნადი ეს არის უნარი ხდება კომუნიკაცია, ემპათია, ემოციური ინტელექტთან ერთად. აი ახალი თანამშრომლის მიღების პროცესში იგივე ონბორდინგში ამ ტექნოლოგიის გამოყენება ასევე განვითარების თუ დასწავლის პროცესშია, მაგრამ ძალიან საინტერესოდ. ესე იგი, მანამდეც არსებობდა გარკვეული ესეთი რეკომენდაციები, რომ ახალი თანამშრომლისთვის ორგანიზაციაში არსებული წესების სამუშაოს თვითონ როგორ უნდა გაკეთდეს, თუნდაც გუნდის წევრების და კორპორატიული ამ კულტურისა და ღირებულებების და მასთან დაკავშირებული ქცევების და ნორმების გაცნობა თანამშრომლისთვის უფრო შედეგიანი იქნება, თუ მოხდება გემიფიკაციით. და ამ გემიფიკაციაში გულისხმება მაგალითად შეიძლება გამოვიდეს ეკრანზე ამოანათოს უფრო სწორად, როდესაც კომპიუტერს ან ლეპტოპს ხრთავს ახალი თანამშრომელი, მინახავს და ამიტომ თქვი ეს ამოანათოს. ამოანათოს კითხვამ, რომ შენი აზრით რა შეიძლება ნიშნავდეს, რას ნიშნავს მაგალითად ფლომასტერისთვის ნდობა. და თუ ახალ თანამშრომელს ამ ღირებულებაზე არ აქვს ინფორმაცია, არ წაუკითხავს, ან არ ასწავლეს, რას გულისხმობს ღირებულება ნდობა კომპანია ფლომასტერში, შეიძლება იმ ჩამოთვლილი ვერსიებიდან გაუჭირდეს სწორი პასუხის შერჩევა. და მე მაგალითად ვიყავი ესეთი ონბორდინგის მონაწილე, როდესაც ძირითადი პროცედურები, რაც უნდა შემესრულებინა იმ პროექტის განმავლობაში, რა წესები უნდა დამეცვა, ყველაფერი იყო აი ესეთი თამაშით. თამაში გულისხმება იმით, რომ თითქოს ვიქტორინაში მონაწილეობ, გამარჯვებული მიიღებდა ვირტუალურ საგზურს და ეგეთი თავშესაქცევი, აზარტში შედიოდა ადამიანი და მართლა ყურადღებით სწავლობდა, რომ მომდევნო ეტაპზე გადასულიყო. ასეთი ტიპის გემიფიკაციები, ისედაც როგორც ვახსენეთ, რეკომენდებული იყო და ამ გემიფიკაციებმა გარკვეული გამოცდილება და კარგი მონაცემები შეაგროვა ამ პროცესის ალგორითმზე გადაბარებისთვის, რომ მაგალითად რა არის ინდივიდისთვის, თანამშრომლისთვის ის ინფორმაცია, რასაც უფრო მეტ დროს უთმობს, სად უფრო მეტი შეცდომები დაუგროვდა, როგორ შეიძლება შეიცვალოს მისი ონბორდინგის პროცესი, როგორ მოხდეს ინფორმაციის მიწოდება ახალ თანამშრომელზე და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონბორდინგის პროცესში, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი ახალია, როდესაც ჩვენ ახალ სამსახურში მივდივართ და ეტაპობრივად უნდა ხდებოდეს ამ სიახლეების მიღება, თან ეს პროცესი ადაპტაციის საკმაოდ დატვირთულია ემოციურად და ასეთი მოცემულობაში ადამიანმა შეიძლება რაღაცაები ვერ დაიმახსოვროს. ამიტომ ონბორდინგის აი ეს მთლიანად ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესრულება იქნება უფრო საინტერესოდ გემიფიცირებული და ასეც ხდება. ეყოლება მაგალითად თანამშრომელს, რაზეც ერთ-ერთი კომპანიის ტექნოლოგია მუშაობს, ეს გახლავთ ვირტუალური თანამშრომელი ტუტორი, რომელიც დაეხმარება თუნდაც ტერმინების გარკვევაში თანამშრომელს დაეხმარება იქნება ვირტუალური ოფისში სხვადასხვა ადგილას გადაადგილების და მისთვის საჭირო თანამშრომლის ან ადამიანის მოძებნის პროცესს აჩვენებს და ასწავლის როგორ უნდა მოძებნოს ინფორმაცია მაგალითად ფაილებში ან ინტრანეტში, სადაც კომპანიების პროცესები და პროცედურები და საერთოდ ცოდნა ინახება ხოლმე. ასევე ასწავლის თუნდაც როგორ უნდა შეასრულოს სამუშაო და ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც მაგალითად
შესაძლებლობა აქვს ადამიანს შეასრულოს დავალება ისე, რომ პირდაპირ მყისიერი ფიდბექი მიიღოს ხელოვნური ინტელექტისგან, თითქოს მისი მენეჯერია. ეგ შეიძლება ეხებოდეს მომხმარებლის მომსახურებას, შესაძლებელია ეს იყოს მაგალითად არა მომსახურების სფერო და ესეთი სამუშაოები, რომელმაც რაღაცა უნდა გააანალიზოს ან შექმნას და ასევე შეიძლება ეს იყოს გაყიდვები. სხვათა შორის არსებობს ესეთი ადამიანური რესურსების მართვაში ესეთი სკოლასავით არის People Analytics School, სადაც ესეთი საინტერესოებზე დადგენილი პერიოდულობით გამოცდილებას უზიარებენ ხოლმე გლობალურად HR აღმასრულებლები და ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება გახლავთ ზუსტად აი ეს ხელოვნური ინტელექტის თემა, რას შეცვლის და უკვე ბევრ რამეს ცვლის განვითარებულ ბაზრებზე, იყო მაგალითად ეს onboarding-ის პროცესი, როდესაც ისაუბრეს თუ როგორ დაეხმარა ტექნოლოგია გაყიდვების თანამშრომლებს, გაყიდვების პროცესი დაესწავლათ სკრიპტებით, უსწორებდა ამ სიტყვებს, პლუს ამას ეხმარებოდა მომხმარებელთან საუბრის დროს, აი ეს მონაცემები რო იწერება, ჩვენი საუბრის მონაცემები იწერება, ალბათ სატელეფონო საუბარზე ბევრს მოусმენია, საუბრისას ბევრს მოусმენია. აი ამ და ჩვენი საუბარი იწერებათი შეგროვებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ თვითონ ამ სკრიპტების გაუმჯობესებაშიც კი დაეხმარა კომპანიას. ეს იყო დისტანციური გაყიდვები და მომხმარებლის მომსახურება. ამიტომ onboarding-იც ის მიმართულება, სადაც ბევრ სასარგებლო და საინტერესო შედეგს უკვე ქმნის და შექმნის მომავალში ხელოვნური ინტელექტი, რადგან ერთის მხრივ ეს იქნება ისეთი პროცესი, როდესაც ადამიანი კიდევ უფრო მარტივად და მცირე დროში გაერკვევა თუ რა ორგანიზაციაში მოხდა, რა არის მისი სამუშაო სპეციფიკები და რა წესები უნდა დაიცვას და მეორე მხრივ აღმოჩნდება ასევე live რეჟიმში სულ განახლებული მონაცემები, რომელიც ადამიანს დაეხმარება, რომ კიდევ უფრო ხარისხიანი თუ ან ზუსტი ინფორმაცია მიიღოს, რაც დაეხმარება მას სამუშაოს შესრულებაში. როგორც წეგან აღწერეთ მაგალითი, ხელოვნური ინტელექტი, ესე იგი ეხმარებოდა კომპანიას, რომ კლიენტებთან ურთიერთობისას და კომუნიკაციისას შეგროვებული საუბრის მონაცემებზე დაყრდნობით, უფრო კარგი სკრიპტები და სტანდარტული მესიჯები შეეთავაზებინა კომპანიისთვის, რომ მათი გაყიდვების მენეჯერი და კლიენტების მენეჯერები უფრო მეტად პროფესიონალურად წარდგარიყვნენ მომხმარებლის წინაშე. საერთოდ რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები, ადამიანები უფრო მეტად ესე იგი დისტანცირდებით ერთმანეთისგან და ხელოვნური ინტელექტი, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, გუნდში კომუნიკაციის შემცირებაც ფაქტია. ადგილობრივი კომპანიებიც ხშირად აღნიშნავენ, სულ რომ სხვა ქვეყნების გამოცდილებას არ დავეყრდნოთ. ამიტომ ის რომ მე მაგალითად ონლაინ ხელოვნურ ინტელექტთან ბოტთან, რომელსაც სახელებს არქმევენ ხოლმე, ხო, მასთან ერთად სწავლობ, ეს რა თქმა უნდა მოითხოვს იმას, რომ onboarding-ის პროცესი უნდა იყოს კარგი დიზაინით, რა არის ის ინფორმაცია, ცოდნა, რომელსაც გაცილებით უკეთ გადასცემს ხელოვნური ინტელექტი და როდის არის კი არა, რა ინტენსივობით არის საჭირო ადამიანებთან ინტერაქცია, იმიტომ რომ იქ სადღაც პლატფორმაზე ან ვიდეო გაკვეთილზე ან თამაშით ნასწავლი რაღაცა, მე ადამიანებთან გამოვიყენო კიდევაც, ან მათთან ერთად ვისაუბრო იმ თემაზე, რაც მოვისმინე, ტესტიც დავწერე, ამიხსნეს, შესაძლებელია იქ არსებობდეს, რა თქმა უნდა, ვირტუალური გარემო რაღაცის შესასრულებლად და თუნდაც ამაზე ვისაუბრო. ამიტომაც ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ზოგადად ძალიან მოითხოვს გუნდსა და გუნდებს შორის თანამშრომლობას, კომუნიკაციას და ერთ-ერთი მოთხოვნადი ეს არის უნარი ხდება კომუნიკაცია, ემპათია, ემოციური ინტელექტთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანი უნარი ხდება ასევე ლიდერობა, იმიტომ რომ თვითონ ადამიანსაც ნებისმიერ დონეზე და მომუშავე ადამიანს, ანუ სპეციალისტი იქნება თუ მენეჯერი, ყველას სჭირდება დღეს ეს ლიდერობის უნარი, საკუთარი თავის ლიდერობა ესეთი უნარი არის ძალიან საინტერესო
და ამ საკუთარი თავის ლიდერობასთან ერთად უნდა არსებობდეს კარგი ლიდერობაც, რომელიც აი ამ პროცესის კარგ ლიდერობას გაწევს მართლაც, რომ როგორ მოვახერხოთ მხოლოდ ტექნოლოგიებმა არასწავლონ ადამიანს თუ რა ორგანიზაციაში მოხდა, რომელიც ნამდვილად მგონია რომ არა მარტო რისკებს შექმნის, არამედ მაინც აღმოჩნდება უხარისხო, იმიტომ რომ ადამიანებთან ინტერაქციის დროს მაინდა-მაინც ტექნოლოგიებით ნასწავლი ინფორმაციის იმედად ვერ იქნება ადამიანი. რაც შეეხება კითხვას, რამდენად სანდო იქნება მაგალითად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სასწავლო მასალა, ეხლა აქ არის საინტერესო რამ. თუ ჩვენ საუბრობთ ონბორდინგზე, ონბორდინგის პროცესი სრულად ერთი ორგანიზაციის ცოდნით და მონაცემებით შექმნილი ტექნოლოგია არის. ამიტომაც ვერ გამოიყენებს ორგანიზაცია, მაგალითად სხვა კომპანიის ონბორდინგის AI-ს, მას უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, დიდი ტექნოლოგია, სადაც ერთ-ერთი მოდული არის ონბორდინგი, რომელიც ალგორითმით ამ ორგანიზაციაში არსებული მონაცემებითა და გამოცდილებითა და ინფორმაციით არის ნასწავლი.